რასაკვირველია, მე ლანძღავდი პრეზიდენტ მარგველაშვილს. მაშინ აიღეთ ბატონო და წაიკითხეთ მაგისი გამოთქმები საქართველოსზე და დააკვირდით კარგად როგორ იქცევა. რო არ ეთანხმება ბიძინა ივანიშვილს, რო არ ეთანხმება ბიძინა ივანიშვილი, რო არ ეთანხმება ეს ცხადია ყველასთვის, იმიტომ რომ ერთ დღეში გადაუწრიალდა. მე კიდე თქვენ რო იცავთ ამ მარგველაშვილს, მე ჩემი მოსაზრება მაქვს და დარწმუნებული ვარ. ელოდეთ მარგველაშვილის, ბატონ მარგველაშვილისგან ისეთ ნაბიჯებს და მე გამიხსენეთ მე და მე დამიერეკეთ სახში და მაშინ ვისაუბროთ. მე სანამ პირში სული მიდგას, მე არ ვაპატიებ კაროლევა მარგოს იმას რომ ნიჩურტაბე ქართველი ვარ და ესე გაგლანცხა და გაგვათახსირა. ვინ არის საერთოდ ეგ? ეგ არის მოიტანეს და დადეს იმას სავარძელში. და ეხლა კიდე დაიცავით და კიდე გადაყევით და მოვა დრო მაგას დავაბრუნებ ჩვენ ისევ თავის იმაში საქართველოში სადაც იყვი დუშეთში და წესერად მოიქცეს ურჩევნია თორე ეს წლები გავა ძალიან მალე გავა მე არავისთან ხორცლი არ გადამიხდია და არც არავის გავიყიდებით არც არავის წავი არ დამიხდია მაგრამ კაცმა რომელმაც გადაარჩინა საქართველო კეთილინებეთ და შეიგნეთ ის რაც გააკეთა ამ კაცმა უშეშტომო არავინ არ არის მაგრამ ვაცხვით რამე ჩვენ ვინ არის მარგველაშვილი საერთოდ? ბრძანდებით ბატონო რეზო არა მარტო მარგველაშვილი ბევრი არის ეგეთი აი რომ ვინ არის იტყვი რომლებიც ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტ